კალათბურთის აკადემიის სპორტ დარბაზში საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის მატჩები მიმდინარეობს. მატჩის დაწყებამდე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და კომპანია Beeline-მა ხელი მოაწერეს სასპონსორო ხელშეკრულებას, რომელიც საუნივერსიტეტო სპორტის დახმარებას ითვალისწინებს. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეჯიბრებას სპონსორობას კომპანია Beeline ტურნირში 10 უმაღლესი სასწავლებელი გუნდი წრიული სისტემით ხვდება ერთმანეთს. საუკეთესო 8 გუნდი მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს და შეჯიბრების გამარჯვებულს გამოავლენს. ტურნირი დეკემბრამდე გაგრძელდება, გათამაშების ცხრილს 4 აპრილისთვის STU ლიდერობს 6 ქულით, მეორე ადგილზე ილიას უნივერსიტეტია ასევე 6 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე 4 ქულით სამედიცინოს უკავია. ჩვენი მთავარი ამოცანა არის სტუდენტური სპორტის განვითარება, ამიტომ საუნივერსიტეტო ფედერაციას სამინისტრო ყოველწლიურად რეგულარულად ეხმარება ფინანსურად. ჩვენთვის მთავარი არის, რომ უნივერსიტეტში მოგვაწია ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება სხვადასხვა სპორტის სახეობაში თავიანთი ნიჭი გამოავლინონ. იმ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, რომლებიც უმაღლეს ლიგაში ვერ ხვდებიან სუპერლიგაში, უბრალოდ იმისათვის, რომ თავი გამოავლინონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ქვეყანად მოგეხსენებათ, როგორც სუპერლიგა, ასე ასაკობრივში ტარდება ჩემპიონატები და ეს დამატებითი კიდევ იქნება კალათბურთის ფედერაციისთვისაც ის, რომ თვალყური ადენოს ამათები მოთამაშეს. Beeline განაგრძობს სპორტული აქტივობის ჩატარებას.